გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გამოვეხმაურო ჯაბა ხუბუას არეულ რამსებს უკრაინასთან და საქართველოსთან და რუსეთთან დაკავშირებით. იმედზე ვნახე ქარდი, რომელზეც გამოტანილი ჰქონდათ უდიდესი მოაზროვნისა და ქართული ჟურნალისტიკის კორიფეს ჯაბა ხუბუას. რაღაცა ციტატა, რომელშიც ის წერდა, რომ აგერო ზელენსკიმო მაშა და დათვებიო აკრძალაო და ამასო ტაშს უკრავენო. ანუ ლაშა ბუღაძეს თუ შევაწყობას მიაყენებსო ვიღაცაო წიგნზე ვანდალიზმითო, ესო აღმაშფოთებელი არისო, მაგრამ ზელენსკისო ტაშს უკრავენო, რომ მაშა და მიდვეძი აკრძალაო. მე მგონია, რომ ადამიანი, რომელიც ესეთ შედარებას აკეთებს, ის გამიზნულად ემსახურება ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას. უკრაინა, რომელიც თავს იცავს რუსეთის აგრესიისგან, ამბობს, რომ მე არ მინდა რუსული მულტფილმი, რომელიც რაღაცა პროპაგანდისტულ მესიჯებს შეიცავს. ომში მყოფი სახელმწიფო, რომელსაც თავს დაესხა ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებული აქვს, ბოლო 225 წელიწადი. თავდაცვით პოზიციაში მყოფი ქვეყანა თავდამსხმელი ქვეყნის პროპაგანდას კრძალავს და ჯაბა ხუბუას აზრით საკუთარ ქვეყანაში ადამიანმა, რომელმაც დაწერა რაღაცა, ამაზე მისი პოლიტიკური შეხედულებების გამომდინარე ვიღაცა ტიპი მივიდა და ვიღაც გაუნათლებელი წერა-კითხვის უცოდინარი რაღაცეები დახატა და მიახატა აი ამ წიგნზე, ამაზე რომ მე გამოვხატე აღშფოთება, ესე იგი მე არა მაქვს უფლება რომ ზელენსკის მოვუწოდო, რომ ბავშვებს რომ უბომბავ და იმ ქვეყნის პროპაგანდა აკრძალა თავის ქვეყანაში. ანუ აი ესეთი ტოლობის ნიშანი ამ ორ აქტს შორის რანაირად უნდა დასვა ადამიანმა, თუ შენი აზროვნებით და შენი საქმით არ ემსახურები დამპყრობელს. სხვანაირად მე არ მესმის ეგ. და მე დამაინტერესა ზუსტად მაგანაც, რომ 2026 წლის 15 ივნისს რომ რუსეთმა დაბომბა კიევი, შევედი იმედზე და ჩამოვსქროლე 15, 16, 17 ივნისის ქარდები რა ჰქონდათ დადებული პეიჯზე. არც ჯაბა ხუბუას სტატუსი მინახავს, მე იქ გაქარდული, რომელშიც ის გმობს პუტინის მიერ ქრისტიანული ძეგლის დაბომბვას. და იმედს საერთოდ მაგ თემაზე ინფორმაცია არ უდევს. მაგრამ რაზე უდევთ იცი ინფორმაცია, რომელიღაცა ერთ-ერთი აქტივისტის პროტესტში მონაწილე ადამიანის ციტატა აქვს გამოტანილი, აი იმ დღეს პუტინმა რო ქრისტიანული ძეგლი დაბომბა კიევში, იმ დღეს რუსთაველზე მდგომი ერთ-ერთი აქტივისტის ციტატა აქვს გამოტანილი, რომ ხალხს დააცინინო ეს ადამიანი. აი ეს ხალხი, აი ამ ტელევიზიაში მომუშავე ადამიანი ჯაბა ხუბუა, რომელსაც ამ თემაზე არაფერი, მე რახან მისი Facebook პროფილი ვერ ვიპოვე, დავგუგლე, რომ რამე ხო არ აქვს ნათქვამი ამაზე, სადმე რომელიმე ციტატა ხო არ არის სადმე საიტზე გამოტანილი, არაფერი ვერ ვნახე. ანუ კაცი, რომელსაც ამ თემაზე ხმა არ ამოუღია, თავის თანამოქალაქეებს ამუნათებს იმაზე, რომ ქართველ მწერალს საკუთარ ქვეყანაში რომ წიგნზე რაღაცეები მიუხატეს და ვანდალიზმის აქტი ჩაიდინეს მის წინააღმდეგ, ეს ხალხი რატომ არ გმობს სისხლისმსმელი, თავდამსხმელი ქვეყნის პროპაგანდის აკრძალვას ქვეყანაში, რომელშიც მიმდინარეობს ომი უკვე მეოთხე წელიწადია. ჯაბა ხუბუა, შენ ხარ რუსეთის მსახური, შენ ხარ დამპყრობლის მსახური. ეს ეხა ამაში ფულს რო გიხდიან, მაგის გულისთვის აკეთებ ამას თუ იდეურად აკეთებ თუ უბრალოდ ტვინი არ ყოფნის მაგისთვის, ეგ ეხა უკვე შენ თვითონ გადაწყვეტე როგორ არის, მაგრამ შენ ხარ დამპყრობლის მოსამსახურე.